ეთერშია კურიერი 3 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. კრიტიკა ბრიუსელიდან და თბილისის პასუხი ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტაკოსმა საქართველოს მთავრობას ბოლო დროს მიღებული კანონების გამო გააკრიტიკა. თქვა, რომ კანდიდატი ქვეყანას სხვა მიმართულებით მიდის. ისაუბრა სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების აუცილებლობაზე და მადლობა გადაუხადა ამ მიმართულებით ჩართულობის გამო ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანს. მარტაკოსის განცხადებებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა დაფასებენ ქართულ ოცნებაში, სადაც გარე აქტორების მხრიდან ოპოზიციისა და მესამე სექტორის რადიკალური ნაბიჯების წახალისების მცდელობაზე საუბრობენ. კეთი ზანთარაია განავრცობს თემას პირდაპირ ეთერში, ის კურიერს უერთდება. კეთი, გისმენთ. ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში ეს განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის რიგ გარეშე სხდომაზე, სადაც არა მარტო საქართველოსთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად კანდიდატის სტატუსის მქონე სხვა ქვეყნებთან დაკავშირებითაც ისაუბრა, თუმცა თბილისში ინტერესი გამოიწვია მარტაკოსის გამოსვლის იმ ნაწილმა, სადაც ის საუბრობს და მიმოიხილავს საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. ევროკომისარი მიიჩნევს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებით არ სრულდება ევროინტეგრაციის გზაზე სვლა. ის საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ ამ გზიდან გადაუხვია და დაბრუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება მისივე შეფასებით დემოკრატიული უკუსვლის შესაჩერებლად. სწორედ აი ამ კონტექსტში გაამახვილა მან ყურადღება იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელი არის სამოქალაქო საზოგადოების და ქართველი ხალხის დახმარება და ამ პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა რასა იუკნევიჩიანს. Thank you to all of you, the Rasa. მადლობა რასა იუკნევიჩიანეს ჩართულობისთვის სამოქალაქო საზოგადოებასთან. საქართველო არის შეხსენება იმისა, თუ როგორ შეიძლება ევროპული გზიდან უკუსვლა. კანდიდატის სტატუსის მინიჭება ეს არ ნიშნავს, რომ ევროპული გზა ავტომატურად იქნება. მაშინ, როდესაც ათასობით ადამიანი ევროკავშირის დროშებით მსვლელობებს აწყობს, ხელისუფლებას საწინააღმდეგო მიმართულებით მიდის. საქართველოს უცხოური რეგისტრაციის შესახებ აქტი ბოლო დროს მიღებულ კანონებთან ერთად ქვეყნის დემოკრატიის სერიოზული უკუსვლის აღმნიშვნელია. პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას. განვიხილავთ საქართველოს ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებას, თუ ხელისუფლება გადადგამს ნაბიჯებს დემოკრატიული უკუსვლის შესაცვლელად. ასეთ დროს ჩვენ უნდა დავეხმაროთ სამოქალაქო საზოგადოებას და ქართველ ხალხს. მარტაკოსის განცხადებას თბილისში უწოდებენ ერთგვარ მცდელობას გულშემატკივრობის შენიღვით ქვეყნის შიდა საქმეებში. ჩაერიოს დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები აქცენტს აკეთებდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ის განცხადებები, რომელიც ესმით ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან ხშირ შემთხვევაში არის უსამართლო. ისინი ამბობენ, რომ კრიტიკა ევროკავშირის მხრიდან არ უკვირთ, თუმცა ითხოვენ და მოითხოვენ ობიექტურობას. საქართველოს ხელისუფლება ყველა გადაწყვეტილებას იღებს საკუთარი საზოგადოების დაკვეთი და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და ამიტომ გულშემატკივრობის შენიღვით შიდა პროცესებში ჩარევა არ მიმაჩნია, რომ ეს ევროპული სტანდარტი იყოს. და ჩვენ ამისი არაერთი მცდელობა ქონია და ყველამ დაინახა, რომ ეს ყოველთვის იყო ფუჭი და ამაო და პირიქით კონტრპროდუქტული იყო მათთვის, ვინც ცდილობდა, რომ უსამართლო მხარდაჭერებითა და უსამართლო განცხადებებით საქართველოში ნეგატიური პროცესები წაეხალისებინა. სამწუხაროდ ჩვენ არ გვიკვირს, რომ საქართველოსთან მიმართებაში ევროკომისარი ასეთ უსამართლოდ უჭერს მხარს იმ ევროპარლამენტარს, რომელიც ასევე უსამართლოდ საუბრობს საქართველოსთან მიმართებაში მათივე ევროპული ინსტიტუტების შეფასებებს, პოზიტიურ შეფასებებს საერთოდ ყურადღებას არ აქცევენ, როდესაც დადებითად არის აბსოლუტურად ყველა მიმართულება შეფასებული. ასე რომ ეს გამოაშკარავებულია უკვე და ქართველი ხალხი და არა მხოლოდ ძალიან კარგად ხედავს, რომ ეს არის ყველაფერი უსამართლო განცხადება. მათ უნდათ აქ არა ეროვნული ხელისუფლება, არამედ ისეთი ხელისუფლება, რომელიც მაგალითად უკრაინიზაციას მოუტანს საქართველოს. ეს უნდა პირდაპირ ამბობენ ამას კიდევაც. მართლ პარტიაში აცხადებენ, რომ საქართველოს საკუთარი არჩევანის და ღირებულებების ერთგულია და ამის გააზრებისკენ მოუწოდებენ ცალკეულ ევროპელ პოლიტიკოსებს. მადლობა კურიერის პირდაპირ ეთერში კეთი ზანთარაია საუბრობდა.
ორმაგი სტანდარტების კიდევ ერთი მაგალითი ასე აფასებს მმართველი გუნდი შვედეთის მთავრობის განცხადებებს. შვედეთის მთავრობა გეგმავს რეგულაციების შემუშავებას, რომლებიც ორგანიზაციებს, რომლებიც ანტიდემოკრატიული მიზნებით საქმიანობენ, უცხოურ დაფინანსებას აუგზავნოს. ამ ინიციატივამდე ერთი დღით ადრე კი შვედეთის საგარეო უწყებამ განცხადება გავრცელა და საქართველოში მიღებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი გააკრიტიკა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მიუღებელია დამოკიდებულება, რატომ არის დაუშვებელი საქართველოსთვის ის, რაც სხვა ქვეყნებისთვის სასურველია. ლელა ჯავახიშვილი ჩაგორთვება დეტალებით პირდაპირ ეთერში. ლელა, გისმენთ. ერთი დღის ინტერვალით გაკეთებულ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს შორის ოპოზიცია ორმაგ სტანდარტს ვერ ხედავს. ხელისუფლების ოპონენტები ისე ვიმეორებენ, რომ იდენტური კანონმდებლობა სხვა ქვეყნებში, მათ შორის შვედეთში სხვაგვარად მუშაობს. ქვეყანა, რომელიც თავად იწყებს მუშაობას უცხოური დაფინანსების დარეგულირებაზე, იმავდროულად იღებს გადაწყვეტილებას, რომ საქართველოში მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები დააფინანსოს და აღარ იყოს სამთავრობო პროექტების დონორი. ამის შესახებ დღეს სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა, რომელმაც თქვა, რომ ამისი წერილი უშუალოდ პრემიერ-მინისტრისგან მიიღო შვედეთის. რომ გაგაცნოთ შვედეთის პრემიერის წერილი, რომელიც მივიღე პერსონალურად, გამოთქვავს ძალიან დიდ წუხილს იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობა არის დღეს, რომ რეალურად სამოქალაქო სივრცე არის ძალიან შეზღუდული და კიდევ უფრო იზღუდება. პასუხად შვედეთის მთავრობა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეწყვიტა ყველანაირი დახმარება საქართველოს ეგრეთ წოდებული მთავრობისთვის, რომ დარჩეს როგორც დონორი სამოქალაქო საზოგადოებისთვის. დემოკრატიულ სახელმწიფოებში, როდესაც იღებენ გავს კანონებს, იძად განსაზღვრულია ეს მტყული აქტები. მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქართული ოცნების მიღებულ თუნდაც ანალოგიურ, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ანალოგი კანონებისა, რაც არის ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპულ სახელმწიფოებრივ ევროპულ სახელმწიფოებში მიღებული კანონი, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქართული ოცნება, რა თქმა უნდა, როგორც სხვა კანონებს, აღასრულებს ამას ისე როგორც თვითონ უნდა, ისე მოირგებს როგორც უნდა და რეპრესიულად გამოიყენებს. სტანდარტს ადგილი აქვს. ყოველთვის ვიძახდით იმას, რომ ძალიან კარგია გამჭვირვალობა და ძალიან მნიშვნელოვანია და საჭიროა ჩვენს ქვეყანაში გამჭვირვალობა. თუმცა ეს კანონები, რომლებიც საქართველოში იქნა მიღებული და მათ შორის ფარა, ეს არ იმსახურება გამჭვირვალობას, როდესაც ვსაუბრობთ შვედეთზე, შვედეთში არსებულ დემოკრატიაზე, იქ არსებულ ადამიანების უფლებების დაცვის მიმართულებებზე, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი განსხვავება არის. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი კანონი, რომელიც იქნება სხვადასხვა ქვეყნებიდან თუნდაც გადმოღებული და გადმოკოპირებული, ეს იქნება მაინც პრობლემა ჩვენს ქვეყანაში. არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის შვედეთის დაფინანსებას ისეთივე ანტიდემოკრატიული მიზნები აქვს, რომლის დარეგულირებაზეც თავადვე იწყებენ მუშაობას, აცხადებენ სახელისუფლებო გუნდში, სადაც ამბობენ, რომ დაფინანსება ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც არის მიმართული თანაბრად გაუმართლებელია ყველა ქვეყანაში, ამბობენ ასევე იმასაც, რომ ორმაგი სტანდარტი მათ შორის აზიანებს პარტნიორულ ურთიერთობებს ქვეყნებს შორის საზოგადოებას კი სწორი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას აძლევს. ეს არის ორმაგი სტანდარტი შვედურად და ჩვენ ხედავთ, რომ ეს ცალკეული ბიუროკრატების სტრუქტურები გვეუბნებიან, რომ ის რაც კარგია მათ ქვეყანაში არის ცუდი საქართველოში და ეს არის კლასიკური მაგალითი ორმაგი სტანდარტების, რაც გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან მას არც ჯანსაღ ურთიერთობებთან აქვს და იმის საერთოდ არის დემოკრატიულ პროცესებთან. პირიქით, როდესაც ჩვენ ესეთ ორმაგ სტანდარტს ხედავთ, ჩვენ საზოგადოებაში ეს ყოველთვის სწორ დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას იძლევა და ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ რეალურად რაც პირველია ანტიდემოკრატიული რესურსების მოქმედება ქვეყანაში არის მიუღებელი, დაუშვებელი და სწორედ ამით ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ეროვნულ სუვერენიტეტს. ეს არ ახალია. შვედეთის პრემიერ-მინისტრი რომ მთავრობას კი არა, გარკვეულ ჯგუფებს ეხმარება, რატომ? იმიტომ რომ აქ რევოლუცია, მაიდანი უნდა განახორციელონ და ასე არის. მთელი რიგი ევროპული სახელმწიფოების, ასე თქვა, ბიუროკრატია, რომელიც ჩაბუდებულია იქაც ის აგენტურა, რომელიც ემსახურება Deep States, იმათ უნდათ რომ აქ დააფინანსონ ეს ხელმოწარულები, ლუზერები, ზოგი პარტია, ზოგი NGO-შნიკები. რატომ? იმიტომ რომ შემდეგ ამათ მას შეუტიონ. ჩვენ ხომ ნახეთ ის ტალღელ, ეს არის ილუსტრირება თუ როგორი არ უნდა იყოს ევროპული სახელმწიფოს ლიდერები და წარმომადგენლები.
შვედეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის კანონმდებლობის ამოქმედებისთანავე მწვავე კრიტიკული განცხადება გაავრცელა, თუმცა მეორე დღეს გაირკვა, რომ თავად შვედეთი იწყებს მსგავს კანონმდებლობაზე მუშაობას უცხოური დაფინანსების წინააღმდეგ. მადლობა ლელა ჯავახიშვილი საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. შვედეთის მთავრობის ორივე განცხადება სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარემ გააზიარა. ხომ სამარცხვინოა ეს ყველაფერი, მაგრამ ხომ არავის შერწყვა. ესაა ევროპა ქართველებს რომ არ გვიშენებია, წერს შალვა პაპუაშვილი. უცხოეთიდან დაფინანსების შეზღუდვაზე და რეგულაციებზე შვედეთის იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა. მთავრობა იცავს ღია და დემოკრატიულ საზოგადოებას, სადაც ფუნდამენტური თავისუფლებები და უფლებებია დაცული. პოლარიზაციისა და მაგალითად ძალადობრივი ექსტრემისტული და ტერორისტული ჯგუფების წევრებად რეკრუტირების შესამცირებლად მეტი ზომის მიღებაა საჭირო. სხვადასხვა კონტექსტში ხდება, რომ აქტივისტები სხვა ქვეყნების ან უცხოური ორგანიზაციების მხარდაჭერას იღებენ. თუ ექსტრემიზმთან ან სხვა ანტიდემოკრატიულ გარემოსთან, ეს ქმედება რისკს ქმნის რადიკალიზაციის ზრდისთვის. მნიშვნელოვანია გადაიხედოს ასეთი მიზნების დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობები. ამიტომ ჩვენ გვჭირდება მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც ამას გამორიცხავს. 4 თვე თვითმმართველობის არჩევნებამდე და უთანხმოება ოპოზიციაში. ანა წითლიძე ადასტურებს, რომ რამდენიმე თვის წინ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობდა და ნაციონალური მოძრაობის პოზიცია იყო, რომ თუ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას დაუშვებდა, შეთანხმებულიყო ერთი კანდიდატი თბილისში. თუმცა აღმოჩნდა, რომ გახარიას გუნდს ცალკე ყოფნა სურდა. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრობენ ლელოს წევრებიც, რომლებიც ამბობენ, რომ თუ შეირჩევა წერტილები, სადაც ოპოზიცია ერთიანი ძალით იქნება წარმოდგენილი, შესაძლოა ეს ოპოზიციისთვის უფრო შედეგიანი აღმოჩნდეს, ვიდრე ბოიკოტი. გახარიას გუნდიდან კოლეგების კრიტიკა ისმის, შეფასება გაკეთდა ქართულ ოცნებაშიც. 60% ფაქტობრივად გამოკითხულთა, როგორც ჩანს, თვლის, რომ მას სურს საკუთარი ფავორიტი პარტიები იხილოს არჩევნებში. გუშინ, როდესაც ჩვენ საბოლოოდ ამ საკითხში შევედით და ხელი გავუწოდეთ, ჩვენ არ გვითხავს, რომ გავდივართ არჩევნებზე. არსად ირაკლი კუპრაძეს, არსად არ უდგამს, რომ ჩვენ გავდივართ არჩევნებზე. რა თქვა მან? აი წამით ვიკითხეთ, რა თქვა მან? დავიწყოთ საუბარი. არ ვამბობდით ნამდვილად, რომ თქვენ აპირებთ მონაწილეობის მიღებას, ან უყურებთ განიხილავთ. თებერვალში არადეკვატურ დროს არ განვიხილავდით და ადეკვატურ დროს შევედით განხილვაში, ამან გააჩინა ეჭვი? ჩვენ თანამშრომლობის ხელს უწვდით ადამიანებს. ბრძოლის ერთ-ერთი იარაღად თქვენ თვლით ბოიკოტს. დღემდე ხართ ბოიკოტში. ბოიკოტი არასოდეს არც ერთი პოლიტიკური ძალისთვის არ არის საუკეთესო ოფცია. უბრალოდ არ გქონდა არავითარი არჩევანი ამ თვალსაზრისით. როდესაც საუბარი იყო ოპოზიციის მონაწილეობაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 3-4 თვის წინ, თქვენი პოზიცია იყო ესეთი, რომ ერთადერთი მსჯელობა სწორი იქნებოდა თუ ოპოზიცია შეთანხმებოდა გაერთიანებულ კანდიდატზე, აქ უნდა ყოფილიყო საუბარი მაგალითად თბილისზე, თუ ოპოზიცია იქნებოდა ერთიანი და შეთანხმდებოდა საერთო მერობის კანდიდატზე. აღმოჩნდა, რომ იქ გახარიას საერთო წარმოუდგენია, რომ ცალკე უნდა იყოს პროცესი, რომ ჩაიშალა, თქო და მე ამაზე უფრო მეტს არ ვიტყვი. ბევრ ადამიანს ამათ შორის ოპოზიცია ჩვენს პარტიას არ გულისხმობ, მათ შორის რაღაცა წარმოუდგენიათ, რომ ფრაგმენტაცია ოპოზიციის და საკუთარი ამბიციები და ეგოები უფრო მნიშვნელოვანი ამბავი არის, ვიდრე საერთო ბრძოლა. ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც დღესდღეობით საკუთარი ქმედებებით ოცნების წისქვილზე ასხავს წყალს და სასარგებლო იდიოტის პოზიციით გამოირჩევა, ეს არის ნაციონალური მოძრაობა, სრულიად დიდი ტყუილია იმაზე საუბარი, რომ ჩვენ რაიმე სახით ერთიან კანდიდატზე შევთანხმდით ვინმესთან, რადგან ჩვენ არ გქონია ეს კონსულტაციები. ნაციონალურ მოძრაობასთან რაიმე სახის ერთობა და რაიმე სახის კოალიცია ან ერთიანი კანდიდატი ეს არის ჩვენთვის მიუღებელი, რადგან ნაციონალური მოძრაობა არის ჩვენთვის წითელი ხაზი. რადიკალური ოპოზიცია არის უმძიმეს მდგომარეობაში, მათ შორის ხარდაჭერის კუთხით, ბუნებრივია საზოგადოების მხრიდან. ალბათ ეს ბოლო წლების მანძილზე ასეთი დაბალი რეიტინგი, რომელიც თან არის ამის მიახლოებული რადიკალებს არ ქონიათ, შესაბამისად შედეგი თვითმმართველობის არჩევნებზე იქნება ერთი ცალსახა 64-ვე მუნიციპალიტეტში ქართული ოცნება გაიმარჯვებს და ძალიან მძიმედ დამარცხდებიან რადიკალები. წართმევაზე აქ საერთოდ ხიმილის მონგრელია რაიმე ფორმით მათი ამ კომენტარების მოსმენა. ისინი თუ ვინმეს რამეს წაართმევენ, შეიძლება ერთმანეთთან თუ მიიღებენ მონაწილეობას, რაღაც ერთმანეთთან გადანაწილდნენ.
თბილისის მშრალი პორტის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. აღონისება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა გახსნეს. აბუ-დაბი პორტს გრუპის, ნორვეგიული ვილჰელმსენ პორტ სერვისის და ადგილობრივი ინვესკოს ერთობლივი პროექტი სამ ეტაპად განხორციელდება. მშრალი პორტი 286,000 კვადრატულ მეტრზე განთავსდება. უკვე ფუნქციონირებს პირველი ფაზით გათვალისწინებული ობიექტები. თამარ თათარაშვილი გვერდება ახლა მეტი ინფორმაციით პირდაპირ ეთერში. თამარ დეტალებს ვლოდებით ჩვენგან. პირველი ეტაპი არის უკვე დასრულებული, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეიდან თბილისის მშრალ პორტს შეუძლია 100,000 კონტეინერის გადამუშავება, თუმცა ეს არ არის ყველაფერი, რადგან დარჩენილი არის ორი ფაზა, ორი ეტაპი, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტის სრულად განხორციელების და დასრულების შემდგომ თბილისის მშრალ პორტს ორჯერ მეტი ნაკადების გატარება შეეძლება, საბოლოოდ კი 200,000 კონტეინერის დამუშავების საშუალება ექნება. დღეს აღნიშნული პორტი გახსნა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვიცე-პრემიერთან ლევონ დავითაშვილთან ერთად, რომელმაც თქვა, რომ მსგავსი პროექტების, სტრატეგიული ობიექტების და ინფრასტრუქტურის მოწყობა პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან და საბოლოოდ აღნიშნული მშრალი პორტის საშუალებას მისცემს, რომ სავაჭრო ნაკადები მოწესრიგდეს, კიდევ უფრო გაიზარდოს სავაჭრო ბრუნვა, როგორც კავკასიის, ასევე ცენტრალური აზიის რეგიონებს შორის. დღეს ვართ ჩვენს დედაქალაქში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენის მომსვლელი ოფიციალურად იხსნება და სრულფასოვან ფუნქციონირებას იწყებს თბილისის მშრალი პორტი. უკვე ამოქმედდა პირველი ფაზა, რაშიც ჩაიდო 21 მილიონი დოლარის ინვესტიცია და ამ პირველი ფაზის დასრულების შემდეგ შესაძლებელია წელიწადში 100,000 კონტეინერის დამუშავება. დარჩენილი ფაზების დასრულების შემდეგ ის სიმძლავრე 200,000 კონტეინერამდე გაიზრდება. პროექტი არის ძალიან დიდი წინ გადადგმული ამბიჯი ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ეკონომიკური განვითარების გზაზე, ასევე ჩვენი რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციას, სატრანზიტო ფუნქციას და უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გადაქცევას რეგიონის ჰაბად. თბილისის მშრალი პორტი იძლევა შესაძლებლობას, რომ ტვირთები იყოს მიღებული არა მხოლოდ ბათუმის და ფოთის და შემდგომ ანაკლიის პორტიდან, არამედ ტვირთები გადამუშავდეს ცენტრალური აზიიდან, ჩინეთიდან, ევროპიდან, რაც ასევე შესაძლებლობას და საშუალებას იძლევა, რომ გაიზარდოს დაკავშირებადობის ფუნქცია და უფრო მეტი ფუნქცია შეეძინოს ასევე შუადერებას. ეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გახსნას აღნიშნავთ, რომელიც აძლიერებს ქართულ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ შესაძლებლობებს და ეს მთლიანად შუადერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი შეიძლება გახდეს მომავალში. შუადერეფნის მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკისთვის არის ძალიან დიდი. ზუსტად წარმოგვიდგინა ასეთი ტიპის პროექტების განხორციელება, სადაც დამატებითი ღირებულება იქნება ქვეყანაში, დამატებით წარმატებული სატრანსპორტო ლოგისტიკური ოპერაციების განხორციელების გზით. ვფიქრობ, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტის წინაშე ვდგავართ, როდესაც ამ მნიშვნელოვანი პროექტის პირველი ფაზა უკვე დასრულებულია. თბილისის მშრალი პორტი, რომელიც ჩვენი ერთობლივი პროექტია, არა მხოლოდ გააძლიერებს ვაჭრობას საქართველოსთან და ცენტრალურ აზიასთან, არამედ გაამყარებს კომერციულ გამტარუნარიანობას აღმოსავლეთით და დასავლეთით. ჩვენ ვაღრმავებთ ჩვენს ურთიერთობას საქართველოსთან, სტრატეგიულ გლობალურ პარტნიორობას. ეს არის ჩვენი ხედვების, ჩვენი ფასეულობების გაზიარება. ჩვენი სულისკვეთებაა, რომ ურთიერთსასარგებლო ვაჭრობა ვაწარმოოთ და ეს იქცეს მშვიდობის, წისვლის და სტაბილურობის გარანტად. პირველი ფაზა არის უკვე დასრულებული სამუშაოების, დარჩენილი არის ორი ეტაპი, საბოლოოდ თბილისის მშრალი პორტი 28 ჰექტარზე გაშენდება. მადლობა თამარ თათარაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, უმუშევრობის შემცირებასა და 2028 წლის საპროგრამო ამოცანებზე ისაუბრა დღეს პრემიერმა მთავრობის სხდომაზე. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის საბოლოო ამოცანა სიღარიბის განულებაა. 2028 წლისთვის საპროგრამო ამოცანა უმუშევრობა ჩამოწდეს 4%-იან ნიშნულს, საშუალო ხელფასი გაცდეს 3,500 ლარს, რაც ირაკლი კობახიძის განცხადებით არსებული ტემპებით შესრულებადია. და ამ თვალსაზრისით ქვეყანაში ჩვენ აპრილში დაგვიფიქსირდა 7,9% ეკონომიკური ზრდა, რაც არის კარგი, მაღალი მაჩვენებელი. 4 თვის საშუალო ზრდა შეადგინა 8,8% და ამ თვალსაზრისით ეკონომიკის ზრდის კუთხით ჩვენი ქვეყანა რჩება მოწინავედ, არა მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით და ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა,
განვითარების გაგრძელება ეკონომიკური თვალსაზრისით. კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო, რომ 2022-24 წლებში 3 წლის განმავლობაში საქართველოში 185,000-ით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა და დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1,300 ლარიდან გაიზარდა 2,217 ლარამდე. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ამოცანები 2028 წლისთვის საპროგრამო ამოცანა, რომ უმუშევრობა ჩამოსდეს 4%-იან ნიშნულს, საშუალო ხელფასი გადაცდეს 3,500 ლარს. ვფიქრობთ, რომ არსებული ტემპებით მიზნები არის შესრულებადი და არჩენი არის თავდაპირველად ჩვენზე დამოკიდებული. მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წელს, როდესაც ქართულ მოსახლეობამ გადაიბარა ხელისუფლება, სიღარიბის ხარჯის მიღმა ცხოვრობდა 1,100,000-ზე მეტი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში. ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოწდა 350,000. რა თქმა უნდა, წინსვლა არის აშკარა, თუმცა ჩვენი საბოლოო ამოცანა არის სიღარიბის განულება ჩვენს ქვეყანაში. მთავრობის ხლომაზე აქცენტი გაკეთდა სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზეც, რაც მენეჯმენტის ცვლილებას და სისტემის გაჯანსაღებას გულისხმობს. ირაკლი კობხიძის განცხადებით, რკინიგზასა და ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში შტატების ოპტიმიზაციის შედეგად წლიურად 52 მილიონი ლარი დაიზოგა. ანალოგიური პროცესები უნდა წარიმართოს სხვა სახელმწიფო საწარმოებშიც. რკინიგზაში ოპტიმიზაცია მოგცემს 36 მილიონ ლარზე მეტის ეკონომიას წლიურ ჭრილში. საუბარია მხოლოდ ოპტიმიზაციაზე, შტატების ოპტიმიზაციაზე 36 მილიონზე მეტი დაიზოგება საქართველოს რკინიგზაში. რაც შეეხება ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებს, არის ელექტროსისტემა, საქროს ენერგო, ენერგეტიკის განვითარების ფონდი, ესკო, ნავთობის და გაზის კორპორაცია, გაზის ტრანსპორტირების კომპანია ენგურჰესი. ჯამში მინიმუმ დაიზოგება 16,5 მილიონი ლარი ენერგეტიკის სფეროში. მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში. ჯამური დანაზოგი იქნება მინიმუმ 52,5 მილიონი ლარი მხოლოდ ამ სახელმწიფო საწარმოებში. ეს პროცესი მოგცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენ განვახორციელოთ სრულფასოვანი სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, რაც არის მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი მოთხოვნა. ამიტომ ვიწყებთ უკვე პროცესს, რომლის საფუძველზეც განხორციელდება სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმა. პრემიერის განცხადებით, დღეს მთავრობამ დაინიცირა სპორტული ინფრასტრუქტურის სპეციალური პროგრამა, რომლის მიზანია სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის და განვითარების შემთხვევაში ინვესტორს მიწის ნაკვეთებს 20 წლით იჯარით გადასცემენ. ეს შეეხება როგორც საჯარო სკოლებთან არსებულ სპორტულ მოედნებს, ასევე სხვა საჯარო მიწის ნაკვეთებს, რომლებიც ამ ფუნქციით დაითვირთება. თუ თავის თავზე აიღებს ინვესტორი შესაბამისი სივრცის მიწის ნაკვეთის რეაბილიტაციას და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, სპორტული მოედნების მოწყობას, მათ 20 წლის ვადით, აღნაგობის უფლებით გადავცემთ იჯარით შესაბამისი მიწის ნაკვეთებს. 10 წლის განმავლობაში ისინი გადაიხდიან იჯარის სიმბოლურ საფასურს და შემდეგი 10 წლის განმავლობაში ისინი გადაიხდიან საფასურს საბაზრო ღირებულების შესაბამისად, ანუ იჯარის საბაზრო ღირებულების შესაბამისად, ანუ 10 წელი რეალურად ვათავისუფლებთ გადასახადისგან, სწორედ ინვესტიციის სანაცვლოდ. ამ ყველაფერში მონაწილეობის საშუალება ექნება ნებისმიერ მეწარმე სუბიექტს, რომელსაც ექნება წარმოდგენილი საინვესტიციო პროექტი და შესაბამისი საბანკო გარანტია. ჩვენ შეგვიძლია საქართველოს ვაქციოთ ახალ ხორვატიად სპორტის კუთხით, პატარა ქვეყანა უმაღლესი სპორტული მიღწევებით. გვაქვს შესაბამისი ტალანტი და ვფიქრობ, რომ ამის მაქსიმალურად გამოყენება არის აუცილებელი. ხუჩო კვარაცხელიას, კახა კალაძისა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ. თემაზე პრემიერმა მთავრობის ხლომაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხუჩო კვარაცხელიას ჯილდოზე წარდგენა მოხდება ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის. მისივე თქმით, ქვეყანას ჰყავს კიდევ 2 სპორტსმენი, რომელთაც უმაღლეს საკლუბო ტურნირებში უმაღლესი ჯილდო აქვს მიღებული. ამიტომ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე ასევე წარადგენენ კახა კალაძეს და ზაზა ფაჩულიას. მინდა მიულოცო ხუჩო კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება, ძალიანად ჩვენი ქვეყნის გამარჯვება
ასე აღიქვა თითოეულმა გულშემატკივარმა მისი გამარჯვება და გარდა იმისა, რომ ულოცავთ, მადლობაც უნდა გადავუხადოთ მას იმ გამარჯვებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანა. მას აქვს მიღებული გასულ წელს ნაკრებთან ერთად მიღებული წარმატებისთვის ღირსების ორდენი და ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის გვინდა წარვადგინოთ ეს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე. ერთხმად მივიღეთ, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება და საქართველოს პრეზიდენტი მას დააჯილდოებს უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოთ. ჩვენ გვყავს ასევე ორი სპორტსმენი, რომელსაც უმაღლეს საკლუბო ტურნირებში აქვს მიღებული უმაღლესი ჯილდო. ეს არის ბატონი კახაგალაძე და ეს არის ზაზა ფაჩულია. გადავამოწმეთ, მათ არ აქვთ ანალოგიური ჯილდოები მიღებული და ვფიქრობ, რომ დაგვიანებით, მაგრამ მათი ეს წარმატება უნდა დავაფასოთ. აქედან გამომდინარე, გადავწყვეტეთ ანალოგიურად ბატონი კახაგალაძეს და ბატონი ზაზა ფაჩულიას წარვადგინოთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე. იტალიისა და საქართველოს მთავრობებს შორის შეთანხმება შედგა მართვის მოწმობების აღიარებისა და გაცვლის შესახებ. რომში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შეხვედრა გამართა იტალიის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები გამოცდის გარეშე შეძლებენ მართვის ქართული მოწმობების იტალიურზე გადაცვლას. საქართველოსა და იტალიას შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების თაობაზე შეთანხმება შედგა. უახლოეს მომავალში გაფორმდება აღნიშნული ხელშეკრულება და ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ყოველგვარი გამოცდის ჩაბარების გარეშე ქართული მართვის მოწმობა გადაცვალონ იტალიურ მართვის მოწმობაში. საქართველოს აღნიშნული შეთანხმება უკვე გაფორმებული აქვს ესპანეთის, ირლანდიის და საბერძნეთის მხარესთან და ჩვენი მოქალაქეები აქ სარგებლობენ ამ შეღავათით. ქართული მართვის მოწმობების აღიარების საკითხზე მუშაობა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივი მუშაობით უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. იტალიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გავუმართე იტალიის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი გახდა საქართველოს მართვის მოწმობის აღიარების თემა და იტალიურ მხარესთან კონსულტაციის ფარგლებში შევთანხმდით, რომ აქტიურად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით და იმედი გამოვთქვით, რომ პროცესს მალე დავასრულებთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორად დავით არჩვაძე დაინიშნა. მან ამ პოზიციაზე გიორგი იოსებიძე შეცვალა. დავით არჩვაძე განათლებით სამართალმცოდნეა. მას შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. დაკავება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით. ოპერატიული ღონისძიებები ერთობლივად ჩაატარეს აჭარის პოლიციის და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა. 37 წლის ქალს სარფის სასაზღვრო პუნქტთან ხელბარგი შეუმოწმეს სამართალდამცველებმა მეთადონის და ბუპრენორფინის შემცველი 1245 აბი ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ნარკოდანაშაულის ოჯახში ძალადობის და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა მცხეთა მთიანეთის პოლიციამ. გამოძიების ინფორმაციით პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა 25 წლის პირმა ფიზიკურად იძალადა ოჯახის წევრზე და სიცოცხლის მოსპობი დაემუქრა. ამოღებულია 16 შეკვრა დაფასებული ნარკოტიკული ნივთიერება და ელექტროსასწორი. საკალაკო სასამართლოში გიგი უგულავას და კიდევ 7 პირის პროცესი იყო ჩანიშნული, თუმცა სხდომა გადაიდო. მიზეზი გახდა მოსამართლის ზვიად შარაძის მიერ ჩანიშნული სხვა პროცესი. მათ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობაში ადანაშაულებენ, საუბარია თბილისის მოლთან. აქციის მიმდინარეობისას გზის გადაკეტვის მცდელობაზე. ამ საქმეზე გიგი უგულავას, დიმიტრი ბიძინაშვილს და კიდევ 3 პირს 5000 ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული. მე არ დავიწყებ ამ კონკრეტული საქმის განხილვას, ის თავისთავად აბსურდულია, ისევე როგორც ამ დარბაზში და ამ დარბაზებში ჩატარებული სასამართლოების უდიდესი უმრავლესობა. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნა. შემდეგი პროცესიდან ბრალდების მხარე დაიწყებს უკვე მტკიცებულებების გამოკვლევას, მოწმეთა ჩვენებების წარმოდგენას და ასე შემდეგ. წარმოდგენილი არის გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები, ვავე ბრალდებულს ბრალი წარედგინა 19/222 მუხლის მეორე ნაწილის აქვე პუნქტით. მტკიცებულებების გამოკვლევის საფუძველზე ნამდვილად დადგინდება ვავე ბრალდებულის ბრალეულობის საკითხი. უყურებთ კურიერ 3 საათზე რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ბრუნდებით.
საქსტატმა ენერგეტიკის სტატისტიკის პორტალის პრეზენტაცია გამართა. ენერგეტიკული ბალანსის მოდული მოიცავს მონაცემებს როგორც ენერგორესურსების ტიპების, ასევე ენერგეტიკული ნაკადების შესახებ. მოკლევადიან მოდულში თავმოყრილია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ნახევარწლიური ფასები. მომხმარებლებს საშუალება აქვთ ენერგეტიკული ნაკადების გრაფიკები და ბალანსის მონაცემები ცხრილის ფორმატში იხილონ. საქსტატმა დღეს წარმოადგინა ძალიან მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პორტალი, სადაც არის განთავსებული ყველანაირი სტატისტიკური ინფორმაცია, რაც კი ენერგეტიკას, მის ცალკეულ მიმართულებებს შეეხება. ეს პორტალი მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც გადაწყვეტილების მიღები პირებისთვის, რათა ჩვენი გადაწყვეტილებები სწორ ანალიტიკას და შესაბამის ციფრებს დაეფუძნოს, ისევე როგორც სტუდენტებისთვის, პრაქტიკოსებისთვის, მკვლევარებისთვის, სექტორით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ამომწურავი ინფორმაციაა წარმოდგენილი. აღნიშნული პორტალი იძლევა ენერგეტიკის სექტორის სიღრმისეული ანალიზის შესაძლებლობას. ის აერთიანებს 4 ძირითად მიმართულებას: დეტალური ენერგეტიკული ბალანსი, მოკლევადიანი ენერგეტიკული სტატისტიკა და ძირითადი ენერგეტიკული მაჩვენებლები, მათ შორის ენერგოეფექტურობის ინდიკატორები. კულტურის კომიტეტმა აჭარაში გასვლით სხდომა გამართა. გაიმართა შეხვედრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, უმაღლეს საბჭოს და ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან. მთავარი თემები იყო კულტურის პოლიტიკა, განათლების საკითხები და პროფესიული განვითარება. განვიხილეთ აჭარის რეგიონში მიმდინარე პროექტები, კულტურის მიმართულებით, ასევე განსახორციელებელი პროექტები, ვისაუბრეთ ასევე იმ თემებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ განვიხილეთ კომიტეტის გასვლით სხდომაზე. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ის, რომ ბატონი სულხანი გახლავთ ძალიან ერთგული მხარდამჭერი ჩვენი კულტურის და მე დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ის რიგი დარგებისა, რომელსაც სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა, ექნებათ მართლაც უპრეცედენტო მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან ჩვენს ხელოვანებს, ჩვენი კულტურის სფეროს სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს აჭარაში და ყველა ის პროექტი, რომელზეც ვისაუბრეთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებით განხორციელდება. აჭარის უმაღლეს საბჭოს სტუმრობამდე კულტურის კომიტეტის ჰქონდა შეხვედრები როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ბატონ სულხან თამაზაშვილთან. საუბარი ჰქონდათ აჭარაში განხორციელებულ და განსახორციელებელ კულტურულ ღონისძიებებზე, იმ პოტენციალზე, რა პოტენციალი კულტურის სფეროში აქვს აჭარას. 25-26 ივნისში ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 64 რაუნდი გაიმართება. მანამდე თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირიდან, გაეროდან და EU-დან მოსამზადებელი შეხვედრა თბილისში შედგა. აქცენტი გაკეთდა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებაზე. საუბარი შეეხო ასევე რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების უკანონო ქმედებებს. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გამართა თეა ახვლედიანმაც. ყურადღება გამახვილდა ფორმატის მნიშვნელობასა და დღის წესრიგით გათვალისწინებულ თემებზე, მათ შორის ჰუმანიტარულ საკითხებზე. რუსულმა მხარემ უკრაინისთვის სტამბოლში გადაცემული მემორანდუმი გაასაჯეროვა. დოკუმენტი ორი ნაწილისგან შედგება, პირველი ეხება გრძელვადიან მშვიდობას, მეორე კი ცეცხლის შეწყვეტისთვის საჭირო ნაბიჯებს. კრემლი ითხოვს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას, ნეიტრალიტეტს და სანქციების მოხსნას. უკრაინამ რუსეთს პასუხი 1 კვირის ვადაში უნდა დაუბრუნოს. სტამბოლში მოლაპარაკება დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა. მხარები შეთანხმდნენ სამხედრო ტყვეების და ცხედრების გაცვლაზე. კიევის დელეგაციამ რუსეთს გადასაცემე 329 ბავშვის სია, რომელთა დაბრუნებასაც ითხოვს. თურქეთის პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა ორგანიზება გაუწიოს რუსი, უკრაინელი და ამერიკელი კოლეგების შეხვედრას. ზელენსკიმ პუტინთან თურქეთში შეხვედრისთვის მზაობა გამოთქვა, ამ დრომდე უცნობია რუსეთის პრეზიდენტის პოზიცია. მხარეთა თანხმობის შემთხვევაში თურქეთში ჩასვლას არ გამორიცხავს არც დონალდ ტრამპი. ჩვენ უთხარით, რომ 20,000 ბავშვი მოგვყარეს. გვიპასუხეს, რომ 20,000 არ მოუპარავთ. მაქსიმუმ 100-ობით ბავშვზეა საუბარიო. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი აღიარებაა. მზად არიან მხოლოდ 2-3 დღიანი ზავისთვის, რათა ბრძოლის ველზე ჯარისკაცების ცხედრები შეაგროვონ. მე მიმაჩნია, რომ ისინი იდიოტები არიან. ცეცხლის შეწყვეტა იმისთვის უნდა იყოს, რომ დაღუპულები არ იყვნენ. ხედავთ მათ განწყობას, ომში მათთვის ეს მცირე პაუზის საშუალებაა. განაცხადეს, რომ მზად არიან ჩვენი დაღუპული მეომრების ცხედრები გადმოგცე, მაგრამ ეს საკითხი საგულდაგულოდ უნდა იქნას შესწავლილი. უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებია. საოკუპაციო ძალებმა სუმის ცენტრს დაარტყეს, დაიღუპა 3 ადამიანი, დაიჭრა 200. რამდენიმე მდგომარეობა კრიტიკულია. დაზიანებულია სამედიცინო დაწესებულება, საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები. რუსეთის ძალებმა დრონებით იერიში მიიტანეს ჩერნიგოვზეც. დაჭრილია 3 მოქალაქე.
ვითარება კვლავ დაძაბული ახლო აღმოსავლეთში. ღაზაში ისრაელის ოპერაციას ბოლო 24 საათში 20 ადამიანი ემსხვერპლა არიან დაჭრილები. როიტერის ინფორმაციით სახელმა ცეცხლი რაფახში მდებარე ჰუმანიტარული პუნქტის მიმდებარედ გახსნა, სადაც ხალხი საკვებს ელოდებოდა. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ესროლეს პირებს, რომლებიც საფრთხეს ქმნიან. გაეროს გენერალური მდივანი ფაქტის გამოძიებას ითხოვს. ნიდერლანდების მმართველი კოალიცია დაიშალა. ინფორმაციას როიტერი კოალიციის შემავალი თავისუფლების პარტიის ლიდერზე დაყნობით ავრცელებს. ხერტ ვილდერსის განცხადებით, კოალიციაში შემავალმა პარტიებმა თავშესაფრის მაძიებლებისთვის საზღვრების დახურვის შესახებ მისი წინადადება არ მიიღეს. ნიდერლანდებში სავარაუდოდ ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. როდოსთან მიწისძვრა მოხდა, ბიძგებმა 5.8 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა იგრძნობოდა თურქეთის დასავლეთ რეგიონებში და საბერძნეთის კუნძულებზე. თურქეთის ქალაქ ფეთჰეიაში მიწისძვრის შედეგად პანიკური შეტევის გამო ბავშვი გარდაიცვალა. დაშავდა 69 ადამიანი. მათი ნაწილი მაღალი სართულებიდან გადახტომას ცდილობდა. ეს იყო ბოლო ინფორმაცია კურიერი გემშვიდობება 6 საათამდე. თქვენ კი დღის სხვა სიახლეებს გაიცანთ ჩვენ ვებგვერდზე. რუსთავი 2 წელი.